პარტია გირჩმა თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩი აწარადგინა. გადაწყვეტილება გირჩში შიდა პარტიული პრაიმერისით მიიღეს. ვიცემერობის კანდიდატი კი სანდრო რაქვიაშვილი იქნება. თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებად დავით ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე და ეკა ონიანი წარადგინეს. პარტიაში ამბობენ, რომ დედაქალაქის სამი მთავარი პრობლემა სატრანსპორტო პოლიტიკა, უკონტროლო მშენებლობები და არასაჭირო რეგულაციებია. მათივე თქმით, თბილისს აქვს შანსი ამიერკავკასიის ეკონომიკურ ცენტრად იქცეს და ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებენ. ჩვენ ბოლო პერიოდში შევიჩვიეთ არჩევნებს, სადაც პოლიტიკოსები არაფერს არ პირდებიან ამ მომრჩევლებს და ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც პირდება, რომ ამ ქალაქიდან ვაქცევთ ამიერკავკასიის ამ ქალაქს ვაქცევთ ამიერკავკასიის ეკონომიკურ ცენტრად. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოების დობა გვექნება. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს დაუტკიცეთ, რომ ყველაზე კვალიფიციური ვართ იმ საქმეში, რაზედაც პრეტენზიას ვაცხადებთ. თავარი იქნება შეთანხმება იმაზე, როგორი მომავალი თბილისი გვინდა. თბილისელებს უპირველეს ყოვლისა. ამ შეთანხმების მერე უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავაკეთოთ ის, რისი მიღწევაც გვინდა. როგორ წარმოგვიდგენია მომავლის თბილისი არ გავაკეთოთ ისეთი რაღაცეები დღეს, რაც გამოუსწორებელი იქნება ხვალ. იმიტომ რომ ხშირად მშენებლების შესტომას ადრიან ექიმების შესტომას, იმიტომ ლეტალურია. ჩვენ ყველა დანარჩენი პარტიისგან განსხვავებით ვითხოვთ, რომ მეტროს მშენებლობა გააქტიურდეს, იმიტომ რომ სატრანსპორტო პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავარი. მეორე ეს არის მშენებლობის პრობლემები, იმიტომ რომ სრულიად წარმოუდგენელი მშენებლობის პრაქტიკაა დანერგილი ქალაქში, სადაც ძველი სახლები დგას შუა ცენტრში და მათ ნაცვლად არაფერი არ შენდება და პერიმეტრზე შენდება კორპუსები, მიკრორაიონები და საერთოდ ინფრასტრუქტურის გარეშე და მეორე უამრავი პრობლემა ხდება და მესამე უამრავი რეგულაცია, რომელიც თბილისშია შემოღებული, დაწყებული კონდიციონერის დაყენება შეუძლებელია ფაქტობრივად ლეგალურად ჩვენ ქალაქში, დამთავრებული ტაქსების რეგულაციები და ასე შემდეგ. სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას ყადაღა დაადო. კერძოდ პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის. ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მოწოდებებმა მასობრივ დაუმორჩილებლობას და საყოველთაო წინააღმდეგობაზე საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. მათივე თქმით, ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რისაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, 31 მაისის ბრძანებით რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარ
თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა, ვიდრე ეს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით არის განსაზღვრული. მისივე თქმით, აღნიშნული იწვევს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაციების უფლებების დარღვევას. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ითხოვენ 2025 წლის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებების ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მათი უკანონობის გამო. რაზდენ კუპრაშულმა თავის თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს დაუდგინა იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ეს განსაზღვრულია უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტში. ამ უფლებამოსილებებით მან მიიღო, ესე ვთქვათ, დაიდგინა უფლებამოსილება, რომ დაიწყოს ეგრეთ წოდებული მოკვლევა, დაადოს ყადაღა ორგანიზაციებს განახორციელოს ინსპექტირება. დარღვევას წარმოადგენს აღნიშნული, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციების უფლებები იზღუდება ისეთი აქტის საფუძველზე, რომელსაც არ აქვს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. ეს წარმოადგენს უფლებების დარღვევის ცალკე აღებულ საფუძველს და სწორედ ამიტომ მივმართავთ ჩვენ საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ შესაბამის დასკვნას. საქართველოს კანონზე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული განცხადება შეფასებების საკითხია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აქტში გათვალისწინებულ ზომებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე. ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თაბის შეკავება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აქტის იმპლემენტაცია მძიმე და გაუმართლებელ ზიანს გამოიწვევს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის. შეუსაბამო იქნება ვალდებულებების ფართო სპექტრთან, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო და შესაბამისად სრულიად უადგილო იქნება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატმა ევროსაბჭოს მმართველ ორგანოს მინისტრთა კომიტეტს საქართველოს წევრობის საკითხის პოტენციური გადახედვისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში თუ არ შეიძლება არსებული ავტორიტარული კურსი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელოვანი დასკვნა ძალიან ღიად ამბობს, რომ აგენტების კანონი არ შეესაბამება ევროპულ სულისკვეთებას და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათში თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში მოსამართლის განჩინების საფუძველზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატიურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ მათ თბილისში მარჯანიშვილის აღმაშენებლის დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 4 წლამდე ბადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.